დათო გადმოვიდა 4 დღე არის რა, მეტი არა. ახალი გადმოსულები არიან 4-5 დღე. მეტი არა, იმიტომ რომ ის არის. ჯერ არც არიან დალაგებულები. ეს სახლი არაგვისპირელის ქუჩაზე. დავით ბართიამ სიკვდილამდე 4 დღით ადრე იყიდა. იტალიურ ეზოში ჯერ კიდევ გარეთ აწყვია ის ნივთები, რომელიც ბინის ახალმა მეპატრონემ მარტვილიდან თბილისში წამოიღო. იტალიური სახლის ეზოში დარჩენილი ნივთები ახლა შეუსრულებელი გეგმების სიმბოლოა. 24 უყიდია, 24,000-ო ზედა ქვედა, ეს არის როგორც მე მეზობლებისგან გავიგე. ძველი იტალიური სახლის კედლებში ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო, მაგრამ ამ შენობაში შესვლიდან 4 დღეში 40 წლის დავით ბართია სულ სხვა დაბზარული შენობის ნანგრევებში დაიღუპა. რაღაცა უნდა ეყიდათ, ხორცი უნდა ეყიდათ, ყველი უნდა ეყიდათ, რომ უნდა აღვნიშნოთო ახალ მოსახლეობაო, ხო და მაგიტო წასულა საყიდლებზე. 15 ივლისს საღამოს ახლად შეძენილ ბინაში დავითი სტუმრებს ელოდა. თევდორე მღვდლის ქუჩაზე დასთან ერთად პროდუქტების საყიდლად წავიდა, მაგრამ სახლში ვეღარ დაბრუნდა. დასო ხელი ჰკრავ და გადაარჩინავ. დასავლეთიდან არიან ჩამოსულები, მშობლები ადრე დაღუპვიათ და ეტყობა ეს დასეს პატრონობდა. დათო სად მუშაობდა? გაზის ის არის რა კომპანიაში სადღაც აქვე. სიკვდილს დავითი დიდი ალბათობით გადაურჩებოდა, მაგრამ იმ დღეს აქ მან დაგადაარჩინა ნანგრევებში მოყოლისგან. თავად კი ბეტონის მასის ქვეშ მოყვა. ჩემი მოკლეც ეკითხებოდა რატო არ ცოლიო, რატო არ მოიყვანო და კარგ ცხოვრებას ველოდებიო. ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცის და ახლაც რეანიმაციაშია. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ მისი ძმა ავარიული შენობის სახურავიდან მოწყვეტილმა მასამ მოიყოლა. თევდორე მღვდლის 10 ნომერში იმ დღეს 2 ადამიანი შეეწირა სახელმწიფო მოხელეების გულგრილობას და დაუდევრობას. 2023 წლიდან მერიამაც და გამგეობამაც იცოდა, რომ შენობაში ცხოვრებაც საშიში იყო და მის სიახლოვეს გავლაც, მაგრამ მოსახლეობის გაფრთხილებაზე არ უფიქრიათ. ვერსად ნახავდით გამაფრთხილებელ ნიშანს. არავის არც მინიშნება უნახავს სადმე და არც გზა ყოფილა გადაკეტილი. ამ დაუდევრობის შედეგად კი ქალაქის ცენტრში 2 ადამიანი დაიღუპა. მეორე დაღუპული მანანა დარახველიძეა. ის წლების განმავლობაში სადგურის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ პასაჟის წინ, მზეში, წვიმასა და ყინვაში, ლურჯი ტენტის ქვეშ იჯდა და საკუთარი შრომით თავს ირჩევდა. დარახველიძის ცხედარი ჯერ კიდევ არ გადაუციათ ახლობლებისთვის, რადგან ის დნმ-ით უნდა ამოიცნონ. გამარჯობა. მაგა დამიღო რა. იცით რა მითხარი? იმას გადავუღი მაშინ მე რატომ იმის? საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს შიგნით? ახლა თევდორე მღვდლის 10 ნომერთან პოლიციის მობილიზება. წინა პერიმეტრი ხის ღობეებითაა შემოსაზღვრული. იქ მხოლოდ მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები შედიან. შიდა მხარეს არიან ამზომბელები, მერიის წარმომადგენლები არიან, რომელიც მოსახლეობას რაც არის ისინი ფართები და ისინი იმას იმაშოვებიან. აზობით სამუშაოებს ასრულებენ. თბილისის მერია ახლა პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს, თუმცა არსებობს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მერიამ მოსალოდნელი ნგრევის შესახებ ჯერ კიდევ 2 წლის წინ იცოდა. ეს არის დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა. ამ დოკუმენტით დგინდება, რომ ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში მერიას მისივე ლაბორატორიამ აცნობა, რომ არსებობდა შენობის ნაწილის ჩამონგრევის რისკი, გაუთვალისწინებელი შედეგებით. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აუცილებელია სასწრაფო აღდგენა ან გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა ასეთი სამუშაოები ამ ტერიტორიაზე არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, საშიში შენობა არც კი შემოუსაზღვრავთ, რომ ის საფრთხე მოქალაქეებისთვის არ ყოფილიყო. ერთი პლაკატი რო გააკრათ, ან ერთი ჯებირი რო გააკეთოთ, ასეთი რთულია? ჯებირების დამონტაჟება ასეთი რთულია? ამომწურავი კომენტარი გააკეთა მერმაც არაერთხელ და ამომწურავი კომენტარი გააკეთეს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა და ეხლა ინდივიდუალური ჩაწერა
მე რაღაცეებს აბავთ აქეთ-იქიდან და არ გამოდის რაღაცეებს. როგორ უნდა მივაბავ? ისეთ სიუჟეტს აკეთებთ, რომ გეგონება რაღაცა მძაფ სიუჟეტიან ფილმს იხებთ და თუ საკითხზე გინდათ ნორმალური არ იხოცება შენობები არ ინგრევა თბილისი ხო სიკვდილით სავსე ქალაქი გახდა პოლიციის ძალით არავინ არავის არ გამოასახლებს პოლიციის ძალით არავის გამოსახლება საჭირო არ არის დასკვნაში რომელიც მერიის ლაბორატორიამ დაწერა საუბარია შენობის გამაგრებაზე ეს არის ვაგზპირები ეს კადრები კი უკვე 2024 წელსაა გადაღებული აქ ჩანს რომ შენობას ზუსტად იმ ადგილას რომელიც ჩაინგრა დიდი ბზარები აქვს სწორედ ეს პარაპეტი მოწყდა ძირითად კონსტრუქციას და მოქალაქეებს დაეცა არა და მერიას მინიმუმ დაზიანებული პარაპეტის მოხსნა შეეძლო ეს მითითება მხოლოდ ადამიანების სიკვდილის შემდეგ შეასრულეს თქვენ ახლა ეს თემა რატო გააქტიურეთ ესე მაინტერესებს რომ ის რაც მხედრება მოხდა ამაზე სპეკულაციას ახდენთ ხალხის ტრაგედიის ფონზე ქართული ოცნების წარმომადგენლების პასუხები ირონიულად გამოიყურება დიდი კონტრასტია მოქალაქეების ყოფასა და ოფიციალური პირების განცხადებებში ეხლა ამაზე არაერთხელ ვისაუბრია და იცით რომ ავარიული სახლების პრობლემა დღეს თბილისში დღეს არ დამდგარა და ძალიან დიდი ხანი არსებობს და ეტაპობრივად ყველაზე გამბედავი ნაბიჯი თუ გადადგა ვინმე ამ მიმართულებით იყო ქართული ოცნების ხელისუფლება რომელსაც თქო რა ავარიული ჩანაცვლის პროგრამა შევიმუშავეთ თბილისში ავარიულ სახლებში ათასობით ოჯახი ცხოვრობს. ჩანაცვლების პროგრამა მხოლოდ იმ შენობებს ეხება, რომლებსაც მესამე, მეოთხე და მეხუთე კატეგორია აქვთ მინიჭებული. თუმცა მხოლოდ ავარიულობის ხარისხის დადგენა საკმარისი არაა. საჭიროა მაცხოვრებელთა 100%-იანი თანხმობა. თუ ერთი ოჯახი მაინც არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, კორპუსის დაცლა აკრძალულია. აღრიცხული მაინც გაქვთ რამდენი ავარიული სახლი? თუ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლებს გამოვაკლებთ თბილისში დაახლოებით 10,000 ავარიული შენობა. ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა, თუ სახელმწიფო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს და ფაქტია, რომ ვერ უზრუნველყოფს, უსაფრთხოების მექანიზმებს რა უნდა გაკეთდეს. საკრებულოს წევრი გიორგი ტყემალაძე გვეუბნება, რომ მოსახლეობის დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებიან. სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში არის საკმაოდ ძიმე მემკვიდრეობა და საკმაოდ ძიმე ავარიული შენობების ფონი. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველდღიურად მაქსიმალურად რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ეს შენობები იყოს გამაგრებული თუ ჩანაცვლებული. ამ მიმართულებით ჩვენ ასევე ძალიან გვჭირდება მოსახლეობის თანადგომა, მოსახლეობის მხარდაჭერა იმ მიმართულებით რომ ამ ადამიანების თანხმობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. როცა ჩინოვნიკებს ყველა ნაბიჯი მოქალაქის თანხმობაზე გაყავთ, პრაქტიკულად გამოდის, რომ პასუხისმგებლობას იხსნიან. წარმოუდგენელია, შენობა იყოს ავარიული, სახურავი ჩამოშლას იწყებდეს და ამ დროს სახელმწიფო მოხელე კითხულობდეს. თანახმაა თუ არა პირი ავარიული სახლიდან გამოსახლებაზე. ბატონო კახი, კონკრეტული გეგმა, ბიუჯეტი არსებობს ამ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით? გარდაცვლილებზე ვინ აგებს ბატონო კახი პასუხს? გარდაცვლილებზე ვინ აგებს პასუხს ბატონო კახი? აი რა გეგმა გაქვთ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით? თბილისის მერია ყოველ წელს მილიონობით ლარს სხვადასხვა გასართო პროექტში ხარჯავს. კოლოსალურია მერიის კუთვნილ აიპებსა და სიპებში დასაქმებული ხალხის რაოდენობა და მათთვის გადახდილი ხელფასები. ხშირად კახაკალაძის უწყება ვერც ასაბუთებს რაში სჭირდება ამდენი ადამიანი. ამ ფონზე კი მერია საკმარის სახსრებს ვერ პოულობს ავარიული შენობების გასამაგრებლად. ბიუჯეტი რატომ შეამცირეთ? არა, ვინც მაგას გეუბნება, იტყუება, არ შეიძლება ასეთ დროს, ასეთი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე აკეთოს. ოპოზიცია, არა, რა თქმა უნდა. თბილისში რამდენიმე უბანში განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა. ასეთია დადიანის ქუჩა. საკმარისია, მხოლოდ თვალი გააყოლო კედელზე გაჩენილ ბზარებს და მიხვდები. უსაფრთხოა თუ არა ამ შენობაში ცხოვრება ან მუშაობა. ხალხი დადის და მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა საქმე პოლიკლინიკაში, შეიძლება გახდნენ მათი პაციენტები, იმიტომ რომ აგერ შეხედეთ, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რა მდგომარეობაშია, არ ჭირდება არც დარგის სპეციალისტობა, არც მერიის თანამშრომლობა. მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი კალანდაძე დადიანის ქუჩაზე ცხოვრობს.
ბოლო თვეებია სოციალურ ქსელში ის ინტენსიურად აქვეყნებს დაბზარული და გრევის პირას მისული შენობების ფოტოებს. აი ამ თითოეულ ფითხს, ამ თითოეულ გალესილს, რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ, ეს არის ბზარი. ბზარის გალესვა, მეგობრებო, არის იგივე, რომ მოტეხილ ფეხზე გაიკეთო სანტავიკი და საცეკვაოდ წახულდე. ხოლო ამ ქუჩაზე არა ერთი ობიექტია, სადაც ავარიული შენობის პირველ სართულზე ფართია გაქირავებული. საფრთხეში არიან არა მხოლოდ იქ დასაქმებულები, არამედ კლიენტებიც. ამ წერდნენ, რომ აი სად დადიხარ, რას ნახულობ, უბედურება და თელი ტრაგიზმი ამ ყველაფერში არის ის, რომ რამდენიმე ასეული მეტრის ამბავი იყო ეგ, ანუ ყავის საყიდლად წავედი ჩემივე ქუჩაზე და სანამ ამ პუნქტიდან ბ პუნქტში მივედი, აი ეს უამრავი ფოტო, რომელიც დავდე, არის აი ამ გზაზე. ასეთ მდგომარეობაში არის დიდუბე, ნაძავადევი, სოლოლაკი, ჩუღურეთი, სვანეთის უბანი, ნუ პლეხანოვზე. თან ნუ გავიწყებათო ჩვენ ძირითადად მეტნაკლებად მაინც გამზირებს უყურებთ, იმიტომ რომ ასე თუ ისე მაინც იქ გვიწევს. უკანა ქუჩებზე აბძანდით ხალ, ხო? გიორგი საკუთარი უბნის მაგალითზე ხან გამგეობას მიუთითებს, ხან მერიას, ითხოვს დახმარებას, შენობების გამაგრებას, მინიმუმ გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟებას, მაგრამ რეაგირება ნულია. დღეს ყველა ჩვენგანს გვიჭირავს ხელში smartphone-ი. მე ნუმეროდებით, როდის ან მე ან ჩემნაირ ტიპებს ბევრნი არიან ქალაქის გულშემატკივარი აქტიური ადამიანები. გამოდი და გადაიღეთ და გავაკეთოთ ონლაინ რეესტრი იმისა თუ რა ხდება ჩვენს ქალაქში. ქალაქი როგორც ჩანს შეეჩვია, რომ რეაგირება მხოლოდ მაშინ იწყება, როცა გრევის ხმა ისმის. ამ ტრაგედიის შემდეგ დაიწყეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ავარიული შენობების მესაკუთრეებთან მისვლა და დარწმუნება, რომ გავიდნენ ქირით უსაფრთხო ადგილას. ხუში მერის იყო, რა ქვია, გამგებელი იყო მოსული და შემოგთავაზა გაგიყვანთო ქირითო. არანაირ იმაზე აღგენებელ გამაგრებაზე იმაზე ლაპარაკი არ არსებობს. ვერ გამაგრდება იმდენად ავარიულია, ხო? არაკეთებენ, არ უნდა. გვაძლევენ ქირის ფულს და გადით და იცხოვრეთ ქირითო. და რამდენს გთავაზობენ? 1000 ლარს გვაძლევენ თითო ოჯახს და 1000 ლარად კიდევ აქვს ჩვენ. ვერ შევიდა. ავლაბარი გინდათ ისევ? შვილები აქამ ყვანა, შვილები აქამ ყვანა და მე საწავიდე თემქაზე. ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე, ავარიულ შენობაში 10 ოჯახი ცხოვრობს. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე უკანონო მიშენებასაც ვაფიქსირებთ. ეს არანაირ შეთანხმებაზე არ მოდის ვერი. აქ იყო ინვესტორი შემოსული კარგი პირობებით, მაგრამ ისეთნაირად მოხდა და 2 დღის მერე მოვიდა შუამავალი, ვინც იყო და უარი ეთქვა თურმე იმას, რა ქვია, ინვესტორს იმ უცხოელს, აი ამ ფართის ყიდვისა. რა უნდა და ინვესტორს რო ეშენებინა? კვადრატულ მეტრში გვაძლევდა $3000. ორი ადამიანის სიკვდილი გახდა საჭირო, რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკები კაბინეტებიდან გამოსულიყვნენ და ქუჩა-ქუჩა მოსახლეობის გაფრთხილება დაეწყოთ. რიმა ბერაძე გვიდასტურებს, რომ თავადაც ამ ტრაგედიის შემდეგ ჩამოიარა კარ-და-კარ სახლები ჩუღურეთის რაიონში. ზოგი ქირით გავყავს, რასაც შესაძლებელია გამგეობამ გაამაგროს, იმას ვაკეთებ. მუშაობთ ჩანაცვლების პროგრამაზე, მუშაობ წუხელი ვიყავით ზუსტად მერიაში, გროზნოს ქუჩაზე მინდა რამდენიმე ოჯახი ჩანაცვლება გავაკეთო, მაგრამ ყველაზე მძიმე არის ის, რომ როცა არის ჩაწერილი კანონში, რომ 100%-იანი უნდა იყოს მოსახლეობის თანხმობა, აი ეს გვიშლის ხელს და ალბათ ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ. ხოლო ერთი ადამიანის ნების წინააღმდეგ რო გამოდის 100 ადამიანის წინააღმდეგ უბრალოდ ერთი ადამიანი ძალიან ცუდია. დაბზარულ კედლებში მცხოვრებ ადამიანებს ხშირად არჩევანიც არ აქვთ. არც უსაფრთხო ალტერნატივა, რეალური გამოსავალი და არც რეალური იმედი, რომ სახელმწიფოს მათი სიცოცხლე აინტერესებს. რის გამოც იძულებული არიან დარჩნენ სახიფათო გარემოში. ჩემი რაიონი, ჩუღურეთის რაიონი არის თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის არსებობის და ეს სახლები აშენებულია ტერასულ ფერდობებზე, სადაც ძველი ჩუღურეთი, რომელსაც ოქროს უბანი და პლეხანოვი ქვია, რა თქმა უნდა 645 ავარიული სახლი გვაქვს. რა თანხმდება სახლების გამაგრებას? ფაქტიურად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც ამ წუთას წინამძღვრიშვილის პირველ ნომერს, რომელსაც ვაკეთებ, 20 მილიონი ჯდება ერთი სახლის გაკეთება. მერიის ცხელ ხაზზე შესული ზარები არქივში რჩება. როგორც ჩანს, წერილებიც სანაგვეზე მიდის. 2013 წლის 14 ოქტომბერს თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა მოახდინა ჩვენი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი. აქ იყო ჩვენი სახლი.
გამგეობამ ასევე ასეთ რაღაც გამოგვიცხადა, რომ ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ სახლი აგიშენოთ, ამიტომ თქვენ თვითონ მოიძიეთ ინვესტორი, რომელიც აგიშენებთ სახლს და დაგაკმაყოფილებთ ბინებით. ვიპოვეთ ინვესტორი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მას პროექტი არ დაუმტკიცეს, ასე შევედით ამ ჩიხში. როდესაც ვერც სახელმწიფო გვიშენებს ბინას და ვერც ინვესტორი მოდის. წლების განმავლობაში გამგეობას მიმართავთ ქირის მოსამატებლად, იმიტომ რომ შეუძლებელია ყოველთვიურად ამ ხელა ხარჯების გაწევა. და ერთ-ერთ წელს, რა თქმა უნდა, ყოველ წელს ვიღებთ უარს და ერთ-ერთ წელს ჩვენმა გამგებელმა ესეთი პასუხიც კი გითხრა პირად საუბარში, რომ იმისთვისაც მადლობლები იყავით, რასაც გიხდითო. 12 წლის წინ დანიშნული 500 ლარიანი დახმარებით მოქალაქეებმა 2025 წელს ბინები უნდა დაიქირავონ, მაგრამ ამ თანხით თბილისში ბინის შოვნა შეუძლებელია. ფაქტია, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ ახერხებს ვერც მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას და ვერც ადამიანების სიცოცხლის დაცვას. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ მხოლოდ ოცნება მოქალაქეებს როგორც სტატისტიკას ისე უყურებს, აქვს თუ არა მორალური უფლება ლეგიტიმურობაზე ილაპარაკოს.